მოგესალმებით მეგობრებო. ნახოთ აბა ეხლა ვიცით მისი ფიქრები, მისი აზრები, მისი დამოკიდებულება, ხო? გვაინტერესებს მოქმედება. აბა რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? თქვენთან ერთად ჩაიფიქრეთ ადამიანი. ამოვიღებ ორ დასტას, რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში, ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს. პირველი ვარიანტი აქ ამოდის იმედები, მოლოდინები, დაგეგმარება, ფიქრი, ანუ ჯერ შეიძლება არ მოქმედებს, მარა არის ცეცხლის ტიკი. რას ნიშნავს ეს მოქმედება? ანუ უდუხსისხლი და ფიქრობს, ძალიან ფიქრობს თქვენზე და როგორ მოიმოქმედოს, როგორ მოვიდეს, ამას გეგმავს. ეს არის პირველი ვარიანტი. ეხლა მეორე ვარიანტი. როგორი იქნება მისი მოქმედება? ჩაიფიქრეთ მეორე ვარიანტო. სპონტანურად ამოვიღოთ კარტი. ვაუ, აქ არის გამარჯვება. ეს ადამიანი მეორე ვარიანტო აუცილებლად გამოჩნდება. თუ ეხლა შენ ფიქრობ, რომ ჯერჯერობით დროებითი პაუზა ან რაღაც ისეთი შეფერხება იცოდე, რომ ემზადება ღირსეული ტრონისთვის, დაფნის ფოთოლი, როგორც იულიუს კეისარს, ისე უნდა შემოიდგას თავზე, გამარჯვების დროშა აფრიალოს, შემოჯდეს თეთრ აშზე და გამოემართოს შენსკენ. ანუ რაღაც გრანდიოზული აქ ჩაფიქრებულია, ან და იმდენად შთააგონებ შენ ულამაზესო, მეორე ვარიანტო, რომ მას გონია თავისთავი გამარჯვებული. და ეს ყველაფერი შენი ენერგიებიდან მოდის. შენ მართავ შენ ენერგიას, რომელსაც გამოსცემ, შენი ქალური სილამაზით, დახვეწილობით, ესეთი მიმზიდველობით და ეს ადამიანი გამარჯვებულია. გაემზადე. ჰარმონიის დასტა გეუბნება. მალე მოვა შენთან. მოქმედება იქნება მეორე ვარიანტთან.